ელდარ ლუკა კურტანიძის ყოფილი ცოლი ხათუნა მიქაცაძე ამბობს, რომ კურტანიძე მისი შვილის მკვლელობას ითხოვდა. ამბობს, რომ ამის დამადასტურებელი ხმოვანი შეტყობინებაც აქვს. ლაპარაკია ჩემს ვაჟზე ნიკოლოზზე, რომელიც ახლა 20 წლის არის, თქვა ოცნების ექს-დეპუტატის ყოფილმა ცოლმა ფორმულას ეთერში. კამჩატკაზე მდებარე ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო. კლიუჩევსკოი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია. დღეს რუსეთში კამჩატკაზე 8.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც ძლიერ ბიძგებთან ერთად ცუნამიც გამოიწვია. კამჩატკაზე მომხდარ მიწისძვრას შესაძლოა რუსული ატომური წყალქვეშა ნავები დაეზიანებინა. ბაზები მიწისძვრის ეპიცენტრიდან 100 კილომეტრში მდებარეობს. ათენში სანაპიროზე ზღვამ 4 წლამდე გოგონას ცხედარი გამორიყა. სანაპირო დაცვამ, რომელიც გამოძიებას აწარმოებს, განაცხადა, რომ გარდაცვალების მიზეზი დახრჩობა იყო. დანაშაულის ჩადენის კვალი კი არ არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღე გავიდა 4 წლამდე გოგონას პოვნის შესახებ ინფორმაციას არავინ გამოხმაურებია და მას არავინ ეცებს. ინდოეთში ქალს აქამდე უცნობი სისხლის ჯგუფი აღმოუჩინეს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა წერს. 38 წლის ქალი გულის ოპერაციისთვის საავადმყოფოში მოათავსეს. მისი სისხლის ჯგუფი საავადმყოფოში არსებული ნიმუშებიდან არც ერთს არ დაემთხვა. 10 თვიანი კვლევის შემდეგ სპეციალისტებმა აქამდე უცნობი ანტიგენი აღმოაჩინეს.